საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას. მივესალმებით რუსთავეორის ტელემაყურებელს, ლოტო 642-ის მოთამაშეებს, თაკო და ზურას სტარტს ვიღებთ იმისთვის, რომ გავახაროთ ადამიანები და თქვენი იღბალია საჭირო. თქვენი იღბალია საჭირო და აუცილებლად მოაბილიზეთ ის ბილეთები, რომელიც უკვე შეიძინეთ, შეავსეთ თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაციით და ახლა უკვე მზად ხართ, რომ ხელი გამოკრათ ჯეკპოტს და ამ იღბალს და მიზანს მოარტყათ პირდაპირ ცენტრში. მოკლედ, ერთად გავაჟღეროთ როგორი შემოგვეზარდა ჩვენი ჯეკპოტი თვალსა და ხელს შორის. მილიონსაც მიაღწევს ეჭვმაქვს 681,367 ლარი გვაქვს დღეისთვის. ჯეკპოტის პარგლებში გასათამაშებელი და მეორე კატეგორია 327,000 ლარს გასცდა. ჯეკპოტივით მეორე კატეგორია გვაქვს. ნამდვილად ძალიან მაგრა გამოიყურება ჩემი აზრით და მიმზიდველად მეორე საპრიზო კატეგორიაც ნებისმიერ შემთხვევაში რომელიც არ უნდა გავათამაშოთ ვფიქრობ რომ გამარჯვებული აუცილებლად კმაყოფილი და ბედნიერი იქნება და 823 ტირაჟია დღეს ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ძალიან მაგარ შედეგებს ველოდებით რომ რომელიმე თქვენგანი გახდება ჯეკპოტის მფლობელი და დავიწყოთ ღილაკისკენ აბა თქვენ იცით 3-2-1 აი ესე რაღაც დღეს გემრიელად დავარტყით და რაღაც კარგი უნდა მოხდეს სუყე შედეგებიც იქნება თუ არა ვნახოთ უთებით ხმაურიანად წამოვიდნენ 34-მა გახსნა დღევანდელი გათამაშება სწორედ ის არის პირველი მომგებიანი ბურთი კი ბატონო მეორე მომგებიანი ბურთი კვლავ წითელი ფერის 12 რიცხვი გახლავთ ნახოთ მესამე მომგებიანი ბურთი ისევ წითელი თუ ყვითელი ყვითელი 6-იანი შემოგვიგორდა 12-მა გაყო საკუთარი თავი და 6 შემოგთავაზა კი 31 მოკლედ წითელი ყვითელი ეხლა მწვანე ლურჯი ნახოთ აბა რამდენად გაამართლებს დაჯდება ეს ფერები წითელი ლიდერობს და 20-იანი შემოგორდა მეხუთე მომგებიან ბურთად და მეექვსე ძირითად ბურთსაც დაველოდებით ახლა ჩვენ. ისევ წითელი, რა საინტერესოა. ორი გახლავთ მეექვსე ძირითადი ბურთი და გვჭირდება ახლა ბონუს რიცხვი, ვნახოთ შეერევა თუ არა რომელიმე ფერი, არა, ამ შემთხვევაში კვლავ წითელი. არ ვიცი, წითელი 24 ბონუს რიცხვი გახლავთ ის წითლებმა დღეს არ დათმო ასპარეზი. მოდი გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ ციფრთა კომბინაცია 34 12 6 31 20 2 და ბონუს რიცხვი გახლავთ 24. ჟრიამულია იმედია ტელევიზორებთან თქვენ სახლებში და ოჯახებში და აგვაჟრიამულებთ მალე ჩვენც და აგვახმაურებთ აქ იმედს ვიტოვებთ. მომენატრა ეს ემოციები და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც მოგენატრა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნებ მეორე საპრიზო კატეგორიას მაინც გამოვკრათ ხელი თუ არა ჯეკპოტს თუ ჯეკპოტი ხო უკეთესი მაგრამ იმისთვის რომ აი ესეთი კარგი და მსხვილი თანხები გახდეს თქვენი არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში ის რომ შეიძინეთ ლოტო 642-ის ბილეთები ეს არის ის ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ყოველ გათამაშებაში ვაჟღერებთ ხოლმე იმიტომ რომ პრინციპში ამ თავარი ნაბიჯის გარშე არ გამოდის არაფერი. გზები, სად წავიდეთ, სად მრავალფეროვანია, სახლიდან გაუსვლელად და შეგიძლიათ შეიძინოთ, ამისთვის არსებობს Lotto.G ონლაინ სივრცე, შეხვალთ შეავსებთ ნებისმიერ კომბინაციას, შეიძენთ ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში მიბრძანებისას დაგხვდებათ სერვის ცენტრები, ძალიან კომფორტული, ასევე ძალიან სათნო ღიმილით მოგემსახურებიან Lotto 642-ის კონსულტანტები, ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენ ყველანაირად და საქართველოს მასშტაბით ასევე ლოტოს ჯიხურები გახლავთ, სადაც შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ. მოკლედ ეს ყველაფერი თქვენ კვირაში ორჯერ მაინც უნდა განახორციელოთ, სამშაბათს და პარასკევს ეს დღეებია ხოლმე, როდესაც ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და თუ სტაბილური იქნება, რა თქმა უნდა, თქვენი შანსები იმისა, რომ ჯეკპოტის მფლობელი გახდეთ, იზრდება. შედეგები თუ შეიძლება ეკრანზე გამოვიტანოთ და მეოთხე კატეგორიაში სამი გამარჯვებული გყავს. 1495 ლარი გაიყოს სამ ადამიანმა და 498-მა ლარმა შეადგინა მოგება ბილეთზე და მეხუთე-მეექვსე კატეგორიებში, როგორც ყოველთვის ბევრი გამარჯვებული გვრჩება მესამე კატეგორია გაუთამაშებელი, მეორე და ჯეკპოტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება რა თქმა უნდა შეუძლია ყველას, მათ შორის თქვენც იაქტიურეთ დროებით. პარასკევამდე.